მიწის ნიშნები, ხო? ეს არის უკვე დამიწებული ბიუროკრატიული, ხო? კურო, თხისქა, ქალწული, რა თქმა უნდა. აი მოდით ვთქვათ ჯერ ქალწულზე. ხა ქალწული, რა თქმა უნდა, თუ ტიპიურია და იქ არ არის რა ცეცხლის ნიშნების გავლენა, კარგი საოფისე მუშაკი, ანუ შეუძლია რაღაცა რუტინული, ხა სხვებისთვის შეიძლება ცოტა მოსაწყენი, მაგრამ საპასუხისმგებლო საქმის კეთება, ანუ ოფისისთვის ხა ტიპიური ქალწული რო ყავს, იდეალური, ანუ ყველაფერს გააკეთებს, აი მართლა, საკმაოდ პასუხისმგებლიანია და აი დროულად, აი დედლაინებში ჯდება ხოლმე. ანუ ეს საოფისე მუშაკი, კიდევ სხვა შორის ექიმობაც კარგად გამოსდით ხოლმე, ანუ ნამდვილად. კი, ანალიტიკური გონება აქვს და უყვართ სხვების დახმარება და ამიტომ კარგად გამოსდით ექსპერტს. ახლა რაც შეეხება თხისქას, თხისქა კარგი მმართველია, ხო, ეს CEO, ასე ვთქვათ, ხო, კარგი მმართველია. და შეიძლება თავის ბიზნესი გააკეთოს, ანუ თხისქა უფრო სხვა ამბიციებით ააკეთებს წარმოდგენა, ანუ მარტო ოფისში არ დარჩება, მას შეიძლება თავისი რაღაც ოფისი გახსნას, მე ანუ ამბიციურია ძალიან და დისციპლინირებული და მომთხოვნია, სხვა შორის ტიპიური თხისქა. თავის თავსაც ბევრს თხოვს და შენ გარშემოყოფებსაც, ამიტომ კარგი ისეთი მმართველი გამოდის, ცოტა მკაცრი. რაც შეეხება კუროს, ახლა კურო სხვა შორის შემოქმედებითია, იმიტომ რომ ვენერა მართავს, ხო, რაღაც ხელოვნების და სიყვარულის პლანეტა არის და ამიტომ კუროებზე ვიტყოდი, რომ შემოქმედებით სფეროებში, აი ხელოვნებაში საკმაოდ კარგად არიან, ბევრი მომღერალიც არის კუროს ხოთა შორის, ხო, ანუ შემოქმედებით საწყისები მასში არის კუროში ზოგადად. კიდევ ბიზნესი კარგად გამოსდით, ხო, ბევრი ეკონომისტი, ფინანსისტი არის კურო, იმიტომ რომ აი უყვართ ეს ფულის ეგრეგორთან მუშაობა.